გამარჯობა, დღის მთავარი თემები და სტუმრებით ეთერშია დღის ქრონიკა. გრანტების შესახებ საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით განხილვაზე პარლამენტს ახალი ცვლილებაში აქვს კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შესახებ აღქმის დამკვიდრებისკენ მიმართული ქმედება სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება. მმართველი პარტიის განმარტებით კანონმა უნდა დაიცვას სახელმწიფო ექსტრემიზმისგან და ცვლილებები უნდა დაუპირისპირდეს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ საბრძოლოს. არიან საერთაშორისო სუბიექტები, რომლებიც არ აღიარებენ ქვეყნის ტერიტორიის 20%-ზე საქართველოს იურისდიქციას. და არიან ქვეყნის შიგნით ძალები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის 100%-ზე არ აღიარებენ ქვეყნის ხელისუფლების იურისდიქციას. ოკუპაციის შესახებ კანონი უპირისპირდება პირველ პრობლემას, ახალი კანონი კი უპირისპირდება მეორეს, ასე ახსნა საჭიროება პრემიერ-მინისტრმა. ოპოზიციისთვის ამ ცვლილების მიზანი ყველა იმ ცვლილების მსგავსია, რომელიც პარლამენტმა ბოლო დროს მიიღო. ისინი კვლავ ამტკიცებენ, რომ კანონმდებლობას ხელისუფლება რეპრესიებისთვის გამოიყენებს. როცა ოპოზიცია რეპრესიებზე საუბრობს, ხელისუფლება მათ შეახსენებს, რომ სწორედ მათსავე რიგებში არიან ძალადობისა და ექსტრემიზმის წამხალისებლები, ვინც ადამიანებს დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგებენ. სამართლებრივი შედეგის დადგომის შემდეგ კი პოლიტიკური დევნის მსხვერპლად წარმოაჩენენ. დღის ამ და სხვა მთავარ თემებზე ჩვენი სტუმარი დღეს უმრავლესობის წევრი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი იქნება. ასევე პირდაპირ ეთერში ჩაგვეშობა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე და მასთან იმ საქმიანობაზე ვისაუბრებთ, რომელსაც უწყება უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ატარებს. და ჩვენი პირველი სტუმარი პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი გახლავთ. მოგესალმებით ბატონო ირაკლი, მადლობა ჩართვისათვის. ცვლილება, რომელიც კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ექსტრემის დასჯადქმედებად აფასებს, აი ამ ინიციატივის წამოყენებისთანავე იქცა გვახსოვს შფოთვის და კრიტიკული შეფასებების საგნად. მიუხედავად განმარტებებისა, რომ ეს არ იქნება კონსტიტუციის საწინააღმდეგო ნორმა. კიდევ ერთხელ რომ აგვიხსნათ, როგორ იქნება დაცული ეს ზღვარი, კონკრეტული ქვეყნის გამოცდილებაც იქნა დღეს პარლამენტში ნახსენები და თავად ეს ცვლილება, რომელმაც კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შესახებ აღქმის დამკვიდრებას ხელი უნდა შეუშალოს, თავად რამდენად გაანეიტრალებს ისეთ აღქმებს, თითქოს ხელისუფლება პრაქტიკულად ანადგურებს პოლიტიკურ თავისუფლებას. მოისმენთ ალბათ ასეთ მტკიცებებს ოპოზიციის მხრიდანაც. დიახ, მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენ მაყურებელს. თვითონ ის ფაქტი, რომ ჩვენი ოპოზიცია ძირითადად, ასე ვთქვათ, კონცენტრირებული არის მხოლოდ, ასე ვთქვათ, აქტიობების იმ ნაწილზე, რომელიც სწორედ ეგრეთ წოდებული რევოლუციური სცენარების განვითარებას ეძღვნება და ვერ ხედავენ ქვეყანაში, თქვათ, იმ პოლიტიკურ თუ საკანონმდებლო თუ სხვა მიმართულებით, ასე ვთქვათ, სიკეთეს, რომელიც დემოკრატიის გავრცელებას და გაფართოებას შეიძლება შეეხებოდეს, მეტყველებს იმაზე, რომ ეს ნარატივი, რომ შეიძლება ქვეყანაში მუდმივად არჩევნებიდან არჩევნებამდე, არჩევნებს შორის, ყოველგვარი კონკრეტული დასაბუთების გარეშე გამოაცხადო არჩევნები არალეგიტიმურად. გამომდინარე აქედან მე ეძახო, რომ ყველაფერი არის არალეგიტიმური ამ ქვეყანაში. მოუწოდო ხალხს, რომ იმის გამო, რომ მე ესე აღვიქვი, მართალია არა მაქვს ამის კონკრეტული მტკიცებულება, არც ფაქტობრივი, არც სასამართლო გადაწყვეტილების კუთხით. მთელი ქვეყანა, მისი კონსტიტუცია და კონსტიტუციური ინსტიტუტები გამოაცხადო არალეგიტიმურად და მოუწოდო ხალხს, რომ გააქვთ თქვენ უფლება აჯანყების მოწყობისა, რევოლუციის მოწყობისა. ეს თან, ასე ვთქვათ, მით უმეტეს დასავლეთის გარკვეული წრეებიდან ნაკარნახები და წახალისებული იყო სწორედ იმიტომ, რომ დამკვიდრებული იყო საქართველოში ეს აზრი, რომ ის რაც 90-იანი წლების დასაწყისში მოხდა, ან ის რაც შემდგომ მოხდა, შეიძლება არჩევნების გარეშე ამ ქვეყანაში ხელისუფლებების სულა უზრუნველყოთ. ეს არ შედის არანაირად ჩვენი ქვეყნის ინტერესებში, არ შედის ამ ქვეყნის სტაბილურობის ინტერესში, არ შედის ამ ქვეყანაში რეალური ევროპული ტიპის, აი როგორი ჩვენ გვესმოდა და გვესმის ევროპული დემოკრატია, ამის ასე თქვა დასამკვიდრებლად. ეს ნარატივი იყო ასე თქვა მოგონილი, შეთხზილი და მე ასე თქვა გაჯერებული ჩვენ პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივი აზრის ნაწილში, იმიტომ რომ მიეღწიათ გარე ძალებს საქართველოში ხელისუფლების ცვლილება. თუ არჩევნებში ჩარევით ვერ მოახერხებდნენ, აგერ ბატონო მეორე სერია, მეორე სცენარი გახლავთ სწორედ ასეთი რევოლუციური, ასე ვთქვათ, ქმედებების წახალისება და ამას ჭირდებოდა, რა თქმა უნდა, დამკვიდრება იმ აზრისა, რომ კონსტიტუცია კი არის, მაგრამ ეს ხო ფარატინა ქაღალდია. თავარია, ასე ვთქვათ, რეალურად ველზე რა ხდება და ველზე ხდება ის,
რომ მასობრივად უნდა მოსახლეობას, საზოგადოებას შთაუნერგოთ აზრი, რომ კონსტიტუცია ფარატინა ქაღალდია, სახელმწიფო ინსტიტუტები ეს არის ასე ვთქვათ, პრინციპში ფიქცია, რომელზეც შეტევა მუდმივად შეგეძლება. ამ ნარატივის, ასე ვთქვათ, ცხოვრების წესად გადაქცევა ნიშნავს, რომ საქართველოს 10 წლების განმავლობაში იქნება განწირული აი ესეთი არასტაბილური მდგომარეობისათვის. ამიტომ ჩვენ ამ შემთხვევაში ვიცავთ არა მარტო ქვეყნის კონსტიტუციას, ვიცავთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარების აუცილებლობას. და რა თქმა უნდა, ის რაც წერია კონსტიტუციაში, ის არის სავალდებულო და იმის დარღვევა არის რა თქმა უნდა პასუხისგებლობის საკითხი. ანუ რამდენად იქნება ეს ცვლილება მთავარი მექანიზმი აი ასეთი მცდელობების წინააღმდეგ? იცით რა არის, რომ ეს არის ერთ-ერთი მექანიზმი, ხო? არ შეიძლება რომ რაღაცა ერთი ფორმულა იყოს, რომელიც ყველა საკითხს და ყველა პრობლემას წყვეტს, მაგრამ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმი. ახლა ჩვენ ვხედავთ მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიდან მთელ რიგ განცხადებებს, სადაც პირდაპირ არის საუბარი იმაზე, რომ სწორედ თანხები გამოიყოფოდა იმისთვის, რომ საქართველოში ესეთი ტიპის ნარატივები გაევრცელებინა და შემდგომ ამ ნიადაგზე, მომზადებულ ნიადაგზე უკვე ხელისუფლების საკონსტიტუციო წყობის ცვლილებები მოეხდინა. ამიტომ ეს არის ის აუცილებელი სხვა საკანონმდებლო ზომებთან ერთად მისაღები აუცილებელი პირობა, რომ ამ ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი არსებობდეს. და ამ ქვეყანაში არჩევნებს კონდეს აზრი. თორე აზრს კარგავს უკვე არჩევნები. რა შედეგიც არ უნდა დაიდოს არჩევნებზე, თუ ვიღაცას ამ შედეგებთან დაკავშირებით, ასე ვთქვათ, არ მოსწონს შედეგები არჩევნებისა, უფლება ეძლევა ფაქტობრივად, რომ გამოაცხადოს სრული დაუმორჩილებლობა ქვეყნის კონსტიტუციური ინსტიტუციების მიმართ, ასე ვთქვათ, სრული უნდებლობაზე დაიწყოს საუბარი და ეს პროცესი პერმანენტული გახადოს. ასე რომ ამას ერთხელ და სამუდამოდ ზღვარი უნდა დაედოს. რატო არ ხდება ანალოგიური ძალიან ბევრ ნორმალურ ქვეყანაში? იმიტომ რომ თავის დროზე ესეთი მცდელობები აღკვეთილი იქნა და დღესაც კი ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში პოლიტიკოსი, რომელიც გაბედავს და სახელმწიფო წყობილების წინააღმდეგ, სახელმწიფო ლეგიტიმური ინსტიტუციების წინააღმდეგ გაილაშქრებს, მისი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, კარიერა მაშინვე სრულდება და ხშირ შემთხვევაში ამას სისხლისამართლებრივი პასუხისგებლობა მოსდევს. ჩვენ ვამბობთ, რომ გვინდა ევროპა და ევროპული დემოკრატია, მაგრამ არ გვინდა დემოკრატიის ის დამცავი მექანიზმები და ის უზრუნველყოფა, რაც დემოკრატიას აუცილებლად სჭირდება, სწორედ რევოლუციური, ანარქიული, ასე ვთქვათ, მოვლენებისგან თავდასაცავად. იმიტომ ადვილი არის დემოკრატია სიტყვის თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლების, დაუმორჩილებლობის, ასე ვთქვათ, სამოქალაქო დაუმორჩილებლობის საფარ ქვეშ, ასე ვთქვათ, გახვიო და დემოკრატია აქციო ჩვეულებრივ ქაოსად, რომელიც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს სწორედ ავტორიტარიზმამდე. ბატონო ირაკლი, ხო, ახლა გავყვეთ კიდევ ერთ ხაზს დღევანდელი მთავარი თემები, თქვენ ახსენეთ საუბარში ამერიკიდან წამოსული განცხადებები, თქვენ ალბათ გულისხმობთ სახტების ყოფილი მაღალჩინოსნის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებული ნებათაღელვა იყო მართული შეერთებული შტატებიდან. ის, რომ წინა ადმინისტრაციის გავლენით საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობა იყო დაზიანებული, ამაზე ჩვენ მოვისმინეთ საჯარო განცხადებები და როგორც ვიცით, საქართველოს პრეზიდენტისგან ამაზე იყო საუბარი ამერიკის ამჟამინდელი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან კომუნიკაციის დროსაც. აი ასეთი ერთგვარი აღიარებები თუ ამას ასე დავარქმევთ, რა ტენდენციის მაჩვენებელი შეიძლება იყოს და ასევე რამდენად შეიძლება იყოს იმის მაჩვენებელი, რომ ეს გახდეს ერთგვარი ბიძგი ან მზაობა, მინიშნება იმისა, რომ არის მზადყოფნა ურთიერთობის გადატვირთვისკენ. დიახ, თქვენ მოგეხსენებათ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა საკმაოდ მნიშვნელოვნად იცვლება. ბოლო გამოსვლა სახელმწიფო მდივნისა მიუნხენის კონფერენციაზე მან კიდევ ერთხელ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები გააჟღერა, როდესაც მათ თქვა, რომ ეს უკიდურესად ლიბერალური გლობალისტური ხედვა სამყაროსი, რომ იქნება ერთი სამყარო და თითოეული მოქალაქე იქნება ამ ერთი გლობალისტური, ასე ვთქვათ, სამყაროს წევრი, არასიცოცხლის უნარიანი არის და утопიური არის, რომ არსებობს ერები, არსებობს ერის სახელმწიფოები, არსებობს ტრადიცია, არსებობს ყველა
არსებობას ეროვნული გამოცდილება და არსებობს ის ფასეულობები, კონკრეტულად მათ ქრისტიანობაზე, იმიტომ ევროპასთან ქონდა მას საქმე და საუბარი და ამერიკა, რომ ეს არის ამ ფასეულობების, ასე ვთქვათ, აუცილებელი პირობა და ამის გათვალისწინებით უნდა მოხდეს შემდგომი თანამშრომლობა. დაშლა კი არა, შემდგომი თანამშრომლობა. ოღონდ ამ ფასეულობების გათვალისწინებით და წინა განცხადებებიც და ქმედებებიც ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციისაც გახდათ ის, რომ მან თქვა, რომ USAID, NED და ეს ორგანიზაციები ძირითადად ემსახურებოდნენ სხვა ქვეყანაში იმ იდეოლოგიის გავრცელებას, იმ ქმედებების, ასე ვთქვათ, წახალისებას და ორგანიზებას, რაც ამ ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეშად ჩარევას გულისხმობდა. სწორედ აი ამ კონტექსტში მოხდა, როდესაც USAID-ის და NED-ის საქმიანობა ამერიკაში იქნა გაუქმებული. და აი ბოლო ეს განცხადება, რომელიც მაღალჩინოსანმა, ყოფილმა მაღალჩინოსანმა, იმ პერიოდში მომუშავე მაღალჩინოსანმა სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადა, უკვე კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებაში იყო განცხადებული, რომ ქართველ ხალხს ეუბნებოდნენ გამოდით მიტინგზე, იმიტომ რომ ვერ გაიგოთ ვინ აფინანსებს საქართველოში მიტინგს, არეულობას და ვინ არის სხვადასხვა პოლიტიკური თუ მედია საშუალების დამფინანსებლები. ანუ თავისუფლების სახელით გამოდით მიტინგზე, რომლის საბოლოო რეალური მიზანი გახლავთ ის, რომ თქვენ არ იცოდეთ, ვინ რა ფულს ხარჯავს და თქვენ ითხოვთ თავისუფლებას, ოღონდ არ უნდა იცოდეთ, ვინ რა ფულს ხარჯავს იმისათვის, რომ ეს თავისუფლება იყოს არა რეალური, არამედ манипулირებული. და ეს არის ყველაფერი ის, რასაც ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ და კარგია, როდესაც ეს განცხადების დონეზე, პოლიტიკის დონეზე, ასე ვთქვათ, იცვლება, მაგრამ ყოველთვის უნდა გქონდეს სახელმწიფოს ასეთი, ასე ვთქვათ, ჩარევებისაგან უხეში, უკანონო, ანტიდემოკრატიული ჩარევებისაგან დამცავი მექანიზმები და ეს საკანონმდებლო, ასე ვთქვათ, პაკეტები სწორედ ამ დამცავ მექანიზმს უზრუნველყოფს და ცალსახად მინდა, ასე ვთქვათ, ხაზი გაუსვა. ეს არანაირ კავშირში არ არის და არ ზღუდავს არც სიტყვის თავისუფლებას, არც გამოხატვის თავისუფლებას, არც პოლიტიკური პოზიციის გამოხატვის თავისუფლებას, არც პარტიულ საქმიანობას, მედია საქმიანობას, არჩევნების წესს, რიგს და ასე შემდეგ. უბრალოდ ეს აი რაზეც თქვათ იგივე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ისაუბრა, ხო ეს ამან უნდა შეზღუდოს საკანონმდებლო რეგულაციის ქვეშ მოაქციოს ჩვენ ქვეყანაში გარე ისეთი ჩარევები, რომელიც არა ამ ხალხის ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე აყალიბებს ხელისუფლებას თუ საზოგადოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვან მიმართულებებს, არამედ გარე манипуляციების შედეგად ხდება. ამიტომ აი ეს ყველაფერი მიმართული არის აქეთკენ და ეს რომ აუცილებელია, ეს რომ ობიექტური საჭიროებაა, ამას არა მარტო ჩვენი გამოცდილება, არა მარტო ესეთი ემპირიული და ასე თქვა დაკვირვება გვაჩვენებს, არამედ ის კონკრეტული განცხადებები და ნაბიჯები, რაც ამ შემთხვევაში აი ესეთი ასე თქვა პოლიტიკის თავის დროზე თავარი წყაროსგან ამერიკის შეერთებული შტატებისგან მოდიოდა. ეს რა თქმა უნდა მიგვანიშნებს უკვე იმაზე, რომ თვითონ დამოკიდებულება ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციისა და საქართველოსი ბუნებრივია იცვლება. ამის რამოდენიმე მკაფიო სიგნალი იყო იგივე ჩვენი პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის ასე ვთქვათ საუბარი, სახელმწიფო მდივნისა და საგარეო საქმეთა მინისტრის საუბარი, სადაც ფაქტობრივად სახელმწიფო მდივანმა პირდაპირ თქვა უმძიმესი ასე ვთქვათ მემკვიდრეობა დაგვახვედროსო, რომელსაც ჭირდება მთლიანად ახლიდან გადახედვა და განხილვა. იყო საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ესეც უმნიშვნელოვანესია, იმიტომ რომ ეს ის ინსტიტუციები არიან, რომელიც სახელმწიფოთა შორის არა მარტო სპეციფიურ, არამედ გარკვეულწილად სწორედ ამ ურთიერთობის მექანიზმებზეც საუბრობენ. ასე რომ ჩვენი მზაობა ამ კუთხით ნათელია, ცნობილია, ყოველთვის ველოდებით კონსტრუქციულ ნაბიჯებს. გასაგებია. ახლა გადმოვინაცვლოთ ჩვენი მხრიდან ყველა. ახლა გადმოვინაცვლოთ ევროპის კონტინენტზე სახელმწიფოებთან, ევროკავშირთან და ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანასთან ურთიერთობაზე. როცა ვსაუბრობთ აი ამ გარედან ინსპირირებულ და გარედან მართულ კამპანიებზე, რომელსაც ხშირად უსვამთ ხოლმე თქვენ ხაზს, კიდევ ერთი ბრალდება გვახსოვს, რომელიც ასევე კამპანიურად აგორდა ქართული ოცნების წინააღმდეგ, იყო ეს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარედანაც, იყო ქიმიური მოწამვლის
ეს ბრალდება BBC-ს ფილმის შემდეგ. აქაც ხედავდით და ვისმენდით, ფაქტობრივად იყო მტკიცებები და არა ვარაუდები აი ეგრეთ წოდებული კამიტის გამოყენებაზე. დღეს ჩანს, რომ აი მაგალითად საიასახელით მომზადებულ სარჩელში აი ეს დასახელება არ იძებნება და იმ კამპანიაშიც, რომლის დროსაც აი ამ თემას ახსენებენ ხოლმე და რომელიც დაიწყო BBC-ს ფილმის შემდეგ, უფრო ხშირად ისმის ტერმინი სავარაუდო და არა მტკიცებით ფორმაში ამ ნივთიერების გამოყენებაზე. აი ეს მიდგომა და ეს ერთგვარი ცვლილება სტრატეგიის ცვლილებით აიხსნება აი ამ კამპანიის მონაწილეებისა თუ მტკიცებულებების არ ქონით? ანუ ის ნაწილი პოლიტიკური, გეოპოლიტიკური რა თქვი მოთამაშეებისა, ვისაც ჯერ კიდევ ასე თქვა საქართველოსთან მიმართებაში ეს ძველი ნარატივი აქვს, რომ რამენაირად მაქსიმალურად დაზიანდეს საქართველოს ხელისუფლება, ამ ნაწილს ჯერჯერობით ეს ძველი გზა აქვს. ეხლა BBC-ს ფილმი ჩვენ ასე ვთქვათ ვიხილეთ კლასიკური მაგალითი ქვეყნის წინააღმდეგ მართლა მომწამლავი შხამიანი კამპანია როგორ უნდა ააგორო, ხო? აი მე დაგაბრალებ და მე შენ წადი და იმართლე თავი. აი ეს შხამიანი კამპანია იქნა საქართველოს წინააღმდეგ ამ ვითომ ფილმით აგორებული, ხო? მაგრამ თვითონ ასე ვთქვათ ამ კამპანიამ საქართველოში ვერანაირი ფეხი ვერ მოიკიდა და ვერ საერთაშორისო დონეზე. იმიტომ რომ ჩვენ გამოვლილი გვაქვს 9 აპრილი. მე პირადად გამოვლილი მაქვს და ჩვენ მოქალაქეებს გვახსოვს იქ მომწავლავი ნივთიერება როგორ მოქმედებდა ადამიანებზე და ასე შემდეგ და კამიტი ეს არის ჩვეულებრივი ქიმიური იარაღი, რომელიც ადამიანებს კლავს და ვინც გადაურჩება, მთელი ცხოვრება ინვალიდი რჩება. ამიტომ ხო ადამიანები ხო ეხლა ელემენტარულად ხო ხვდებიან, რომ ეს არის გებელსისეული ტყუილი, ანუ რაც შეიძლება მაქსიმალურად ხშირად დაუჯერებელი ტყუილი გაიმეორო, რომ მე ვიღაცა დაიჯერებს, ალბათ მართლა ესეა თორე ამ ხელა ტყუილს როგორ იკადრებენო, მაგრამ ეს ტყუილი საქართველოში აღარ მუშაობს, ჩაიფუშა, მაგრამ რაღაც ეს ნარატივის ესე მიტოვება არ უნდათ. ამიტომ ეხლა 2 წლის შემდეგ წამოიწყეს აი ამ ასე ვთქვათ პირველი ჩაფუშული მომწამლავი კამპანიის შემდეგ ახალი რომ არსებობს რამოდენიმე ადამიანი, რომელსაც აქვს რაღაცა გარკვეული ასე ვთქვათ ჯანმრთელობის გაუარესება აქციებზე მონაწილეობის შემდეგ. ეხლა იცით რა არის რომ მე არ მინდა რომელიმე ადამიანს შევეხო, შეიძლება ვიღაცას აქვს ჯანმრთელობის გაუარესება, ვიღაცას არ აქვს, ეს ჩემი გასარჩევი არ აქვს და არც ვიცი, მაგრამ ერთი რამე ფაქტია, რომ როდესაც ადამიანს მოწამვლის გამო ეწყება ჯანმრთელობის გაუარესება, სუმცირე სამედიცინო, ასე ვთქვათ, მიმართვიანობა უნდა არსებობდეს და ჩვენ გვახსოვს, რომ როდესაც ეს ვითომ საგამოძიებო ფილმი იქნა გაშვებული, მერე ჩატარდა შესაბამისი გამოძიება სახელმწიფოს მხრიდან, ხო? და იქ სხვათა შორის იყო ტოქსიკოლოგთა განცხადება. ხო, ყველა ასე ვთქვათ, წამყვანი ტოქსიკოლოგის, რომ მომართვიანება, არც ერთი მომართვიანება საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში მოწამვლასთან ან სხვა ტოქსიკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით არ ყოფილა. ამიტომ მე ჯერჯერობით ამას კონკრეტულად განვიხილავ, როგორც აი იმ მომწამლავი საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული შხამიანი კომპანიის უკაცრავად გაგრძელებად. ნახოთ ეხლა პროკურატურის საქმეა დანარჩენი ამას სამართლებრივად რა გაგრძელებას მოუძებნის. დიდი მადლობა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი გახდათ ჩვენი სტუმარი და განვაგრძობთ გადაცემა. საქართველოს პარლამენტში 2 დღეში პრემიერ-მინისტრ ინტერპელაციის წესით მოусმენენ ირაკლი კობახიძე მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრებს. ამ თემაზე რამდენიმე დღის წინ პრემიერმა ვიდეო მიმართვაშიც ილაპარაკა და არალეგალი მიგრანტებისგან ქვეყნის გათავისუფლების ამოცანაზე მიუთითა. დღესვე პრემიერი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან ერთად იმყოფებოდა მიგრაციის დეპარტამენტში და იმ საქმიანობის შედეგებს გაეცნო, რომელსაც უწყება უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. სწორედ აი ამ თემებზე ჩაგვერთვება ახლა პირდაპირ ეთერში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე. მოგესალმებით ბატონო ალექსანდრე, მადლობა ჩართვისათვის. დღეს აღინიშნა, რომ უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის შედეგები რიცხვებში ჩანს ყველაზე უკეთ და ეს მონაცემები მხოლოდ გასული 1 წლისა, მანამდე 10 წლის შედეგებსაც აღემატება, ხოლო 2025-ის მონაცემები 2024-ისას 0.27%-ითო. აი რა არის სტატისტიკაში ასახული ამ მონაცემების ახსნა, რა მიმართულებით და როგორ გაძლიერდა უკანონო მიგრაცია თან ბრძოლა, რამაც აი ასეთი შედეგები გამოიღო. მოგესალმებით, მივესალმები თქვენს მაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისთვის და ამ თემით დაინტერესებისთვის. რა თქმა უნდა, მიგრაციული ნაკადები და ის გამოწვევა, რაც უკანონო მიგრაციას გააჩნია,
საქართველოსთვის ამ შემთხვევაში მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, თუმცა ჩვენ ვადევნებთ თვალს, რომ ევროპის არაერთი ქვეყნისთვის ეს ერთ-ერთი უნიშნულოვანეს და უმწვავეს პრობლემად დგას. შესაბამისად, ჩვენს ქვეყანას აქვს ეს გამოწვევაც და ამ მიმართულებით უკვე ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. პირველ რიგში ეს უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო პოლიტიკა მნიშვნელოვნად იქნა შეცვლილი ამ მიმართულებით და გადაიხედა მთელი რიგი საკანონმდებლო რეგულაციები, რომელიც ამ მიმართულებით მოქმედებდა და გასული წლის ივნისის თვეში საქართველოს პარლამენტმა მასშტაბური საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა, რომელმაც თვისობრივად შეცვალა მიდგომა უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. დაახლოებით 200 გვერდამდე იყო ის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ჩვენ საქართველოს პარლამენტს წარუდგინეთ და ჩვენ გავიზიარეთ არაერთი ევროპული ქვეყნის სამწუხაროდ ის მწარე გამოცდილება, რაც მათ პრაქტიკაში მიიღეს და ჩვენ ასე ვთქვათ ზუსტად ის მექანიზმები დავნერგეთ ჩვენს კანონმდებლობაში, რომელიც ხელს უწყობს უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობის გაზრდას. გარდა ამისა, თავად სამინისტრომ არაერთი მნიშვნელოვანი რესურსი ჩადო მიგრაციის დეპარტამენტის გაძლიერებაში, როგორც ადამიანური კუთხით, ასევე ინფრასტრუქტურული კუთხით. დაახლოებით 90-მდე საშტატო ერთეულით გაიზარდა მიგრაციის დეპარტამენტის რიცხოვნობა, გაიზარდა მათი სახელფასო ანაზღაურება. დღეს ჰქონდა საშუალება მოგვენახულებინა სულად ახალი ადმინისტრაციული შენობა, რომელზეც დაახლოებით 6 მილიონი ლარი დაიხარჯა და სულად ახალი შენობა აშენდა. ასევე ჩვენ შევქმნით ახალი დანაყოფი, რომელიც დასავლეთ საქართველოს მიმართულებას ფარავს და მოგეხსენებათ, რომ იქ ძალიან დიდია კონცენტრაცია არალეგალების და საჭიროებდა, ასე ვთქვათ, კონცენტრირებულ მუშაობას სხვადასხვა მიმართულებაზე. შესაბამისად, გვაქვს ის შედეგები, რაზეც დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საუბრობდა, 2025 წლის განმავლობაში ქვეყნიდან გაძევებული იქნა იმაზე მეტი არალეგალი, რამდენიც ჯამში 10 წლის მანძილზე იქნა გაძევებული მიგრაციის დეპარტამენტის მხრიდან. თუმცა რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი და გრძელდება მუშაობა ამ მიმართულებითაც და მომდევნო წელს სწორედ შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან დაანონსებულია, რომ მინიმუმ 4,000 არალეგალი იქნება ქვეყნიდან გაძევებული იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ის პრობლემა, რაც ქვეყანას იქნას გადაჭრილი. კი ბატონო, აი ამ რიცხვებს კიდევ დაუბრუნდებ, თქვენ ახლა ისაუბრეთ რამდენიმე მიმართულებაზე, ხო, რამაც მიიყვანა სახელმწიფო აი ესეთ შედეგამდე, ეს იყო ინფრასტრუქტურა, ინსტიტუციური მექანიზმები, კანონმდებლობა და ასე შემდეგ. მაინც რომელი მიმართულების წილი მოტის მეტად აი ასეთ შედეგზე და სად არის კიდევ საჭიროება, რომ უფრო ყურადღებით იყოს ამ მიმართულებით სახელმწიფო? ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე ერთი კონკრეტული მიმართულება არის გადამწყვეტი, რა თქმა უნდა, ტანდემში თუ კი არ იქნა საკანონმდებლო ბერკეტები გაწერილი და მეორეს მხრივ არ იქნა მისი ეფექტური აღსრულება, შეუძლებელია, რომ კონკრეტულ შედეგებს მივახციოთ. მე მინდა რომ აღვნიშნო, რომ ჩვენ რა თქმა უნდა, როდესაც ამ მიმართულებით დავიწყეთ მუშაობა, გავიზიარეთ სხვა ქვეყნების გამოცდილება, რომლებაც სამწუხაროდ ზოგ შემთხვევაში დააგვიანეს და გვიან დაიწყეს მუშაობა და შემდგომში უკვე რთული იყო ამ პრობლემასთან გამკლავება. შესაბამისად, ჩვენ ახლა დღევანდელი მდგომარეობით გვაქვს ის მოცემულობა, როდესაც უკვე გამართული საკანონმდებლო რესურსები და ის უფლებამოსილები, რომელიც მიგრაციის დეპარტამენტს მიენიჭა, თუნდაც ის, რომ ჩვენ შეგვიძლია ჩავატაროთ საიმიგრაციო ღონისძიებები, გადავამოწმოთ სხვადასხვა თავშეყრის ადგილები, გამოავლინოთ პირები და გასულ წელს მხოლოდ 50-მდე საიმიგრაციო რეიდი იქნა ჩატარებული და ღონისძიება იქნა ჩატარებული, სადაც 4000-ზე მეტი პირი გადამოწმდა და ჯამში 400-ზე მეტი არალეგალურად ყოფილი პირი გამოავლინეთ. ეს ერთი მიმართულებაა მხოლოდ. ამავე დროს დაინერგა ახალი სასჯელის სახე ქვეყნიდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა უცხოელებისათვის, რომელიც საქართველოში ჩადიან დანაშაულს, ასევე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სახით გაიწერა მსგავსი, ესე ვთქვათ, ღონისძიება და არაერთი კონკრეტული შემთხვევა ვნახეთ, სადაც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, როდესაც დანაშაულის ჩამდენი თუ ადმინისტრაციული გადაცდომის ჩამდენი პირები ქვეყნიდან გაძევდნენ იმისათვის, რომ ისინი არ ღვევენ ქვეყანაში არსებულ წესებს. ასევე არაერთი მექანიზმი და კონკრეტული საშუალება არსებობს იმისათვის, რომ თუ კი პირი ქვეყანაში რჩება არალეგალურად და მოგეხსენებათ, რომ ჩვენ არაერთ ქვეყანასთან გვაქვს საშუალება, რომ მათ იმოგზაურონ ტურისტული მიზნებისთვის, მაგრამ როგორც კი გაცდება ეს მოგზაურობა უკვე ტურისტულ მიზანს და მიზნად ისახავს ქვეყანაში არალეგალურად დარჩენას, ბუნებრივია, სახელმწიფოს უნდა გქონდეს ეფექტური მექანიზმები და ბერკეტები იმისათვის, რომ ასეთი ადამიანები გააძევოს ქვეყნიდან და ხელი შეუწყოს
იმ ადამიანების ჩამოსვლას, ვისაც ნამდვილად სურთ ტურისტული მიზნებისთვის, ხოლო თუ კი თქვა ქვეყანაში დარჩენა სურთ საინვესტიციო მიზნებისათვის და ასე შემდეგ, ასეთი მექანიზმები კანონმდებლობაში არსებობს, შესაბამისი შემოწმების და კონკრეტული ფილტრის გავლის შემდგომ ბუნებრივია ადამიანებს ეძლევათ ქვეყანაში დარჩენის საშუალება, მაგრამ როგორც კი ხდება საკანონმდებლო ჩანაწერების ბოროტად გამოყენება, ბუნებრივია აქ ჩვენ უნდა ვიყოთ ეფექტურები და აღვასრულოთ ის მოთხოვნები, რაც გააჩნია საზოგადოებას და რა თქმა უნდა გაცხადებული არის ჩვენი ხელისუფლების მიერ. ბატონო ალექსანდრე, ჩვენ საუბარი დავიწყეთ რიცხობრივი მონაცემებითა და სტატისტიკით. აი ამას რომ დავუბრუნდეთ, აი ამ სტატისტიკის ერთგვარი მეორე მხარე რა შეიძლება იყოს, ანუ რომ გაძლიერდა ბრძოლა, ეს გასაგებია, მაგრამ აქ ხო არ იკითხება ისიც, რომ აი ამ ხნის განმავლობაში შემოდინებაც გაზრდილი იყო. ბუნებრივია შემოდინება გაზრდილია და ამას ვხედავთ იმ გაზრდილი ტურისტული ნაკადებით საქართველოში, თუმცა აქ არის მნიშვნელოვანი ვინ იყენებს ამ მექანიზმებს კანონით გათვალისწინებული მიზნებისათვის. ანუ ჩვენ გაცხადებული გვაქვს, რომ საქართველო არის ტურისტული ქვეყანა, რა თქმა უნდა ნებისმიერ ადამიანს, ვისაც სურს ქვეყანაში მოგზაურობა ტურისტული მიზნებისათვის, სრულად მისაწვდომია და არსებობს ამისთვის ყველანაირი შესაძლებლობა, მაგრამ როგორც კი ტურისტული მიზანი გადაითარგმნება ქვეყანაში არალეგალურად დარჩენაში, ამ შემთხვევაში ჩვენ შესაბამისი მექანიზმები უნდა ავამოქმედოთ და ერთი აუცილებლად მნიშვნელოვანი ცვლილებაზე მინდა გამომახვილო ყურადღება. 2025 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ადამიანებისთვის, რომლებიც არ ღვევენ უვიზოთ მოგზაურობის ვადებს, მაგ შემთხვევაში მხოლოდ ფულადი ჯარიმა იყო და ძალიან მინიმალური ჯარიმა იყო გათვალისწინებული 180 ლარი, რომელიც დამერწმუნებით რომ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა და არანაირი პრევენციული ეფექტი არ გააჩნდა და 1 ოქტომბრიდან ამოქმედა კანონი, რომელიც ასეთი ტიპის ქმედების ჩამდენი პირების, ანუ ვინც არ ღვევენ ქვეყანაში ასე ვთქვათ მოგზაურობის კანონიერ მოგზაურობის ვადებს, განსაზღვრულია როგორც გაზრდილი ფულადი ჯარიმები 1000-დან 3000 ლარამდე ოდენობით, ასევე დამატებით ფულად სახელთან ერთად მათ უწესდებათ ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა. ყველაზე მინიმუმ ეს არის 6 თვიანი ვადა და მაქსიმუმ შეიძლება 3 წლამდე ვადითაც კი დაუწესდეს და დაახლოებით 2500 მსგავსი, ასე ვთქვათ, სამართალდამორღვევი იქნა უკვე გამოვლენილი 1 ოქტომბრის შემდეგ და ამან მნიშვნელოვანი პრევენციული ეფექტი გამოიწვია იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ უცხოელებისთვის, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ დარჩნენ ქვეყანაში არალეგალურად, მათ მიმართებაში გამოყენებული იქნება ძალიან მკაცრი მექანიზმები, როგორიც არის ერთისრულ გაძევება, ხოლო თუ კი გაძევება არ მოხდა და მათ ვადის დარღვევით დატოვეს ქვეყანა, მათ დაუწესდებათ როგორც მკაცრი ფულადი სანქციები, ასევე ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა. ასე რომ ტანდემში, როდესაც მუშაობს საკანონმდებლო ჩანაწერი, მეორე მხრივ მათი ეფექტური აღსრულება ამ შედეგები ბუნებრივია ძალიან. კი ბატონო, და მოკლედ კიდევ ერთ ცვლილებას შევეხოთ 1 მარტიდან, რომელიც უნდა ამოქმედეს, რომელიც ეხება უცხოელების შრომითი საქმიანობის შეზღუდვას, აი ამან რა ეფექტი შეიძლება იქონიოს ამ პრობლემაზე? ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება არის და საზოგადოება ხედავს, რომ არაერთი უცხოელი დასაქმებულია თვითნებურად და არანაირი, ასე ვთქვათ, წინასწარი ნებართვა ამ შემთხვევაში არ არსებობს. შემთხვევაში ხედავთ ისეთ ფაქტებსაც, როდესაც საქართველოს მოქალაქეებმა დაკარგეს სამუშაო ადგილი და მათი ადგილი დაიკავეს უცხოელებმა. ამ შემთხვევაში სახელმწიფოს კონკრეტული ვალდებულება უჩნდება, რომ მოაწესრიგოს ეს სფერო და ისეთი სფეროებში, სადაც ძალიან დიდია მოთხოვა თავად საქართველოს მოქალაქეების მხრიდან დასაქმების, ბუნებრივია აქ ნაკლები საშუალება უნდა იყოს უცხოელების დასაქმების, ხოლო ისეთ სფეროებში, როგორიც არის თქვა მაღალი ტექნოლოგიები ან IT მიმართულება და ასე შემდეგ, სადაც შესაძლებელია რომ დაშვებული იქნეს უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმება, ბუნებრივია მათ შესაბამისი ნებართვის საფუძველზე მიეცემათ დასაქმების შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში 1 მარტიდან ამოქმედებული ცვლილებების საფუძველზე სახელმწიფო გააკონტროლებს უცხოელთა დასაქმების პროცესს და გაიცემა ნებართვები მხოლოდ ისეთ სფეროებში, სადაც ნაკლები არის, ასე ვთქვათ, ჩვენის მხრიდან დასაქმების კონკრეტული მიმართულებებზე ნაკლებია მუშახელის რაოდენობა და მხოლოდ ასეთ მიმართულებებზე გაიცემა ნებართვები, ხოლო სადაც ჭარბია მოთხოვნა თავად ჩვენი მოქალაქეების მხრიდან, ბუნებრივია იქ არ გაიცემა ასეთი ნებართვები, ხოლო თუ კი მაინც დასაქმდებიან თვითნებურად უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ამ შემთხვევაში მიგრაციის დეპარტამენტს და სახელმწიფოს ექნება ქმედითი ბერკეტები იმისათვის, რომ გამოავლინოს მსგავსი ფაქტები და გამოიყენოს ისეთი ტიპის სანქციები, როგორც არის ფულადი ჯარიმები და შესაძლებელია გამოყენებოდეს ქვეყნიდან გაძევებაც კი, ასე რომ დასტაბილურდება ეს პროცესი და მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჩვენ ერთის მხრივ
შრომით ბაზარზე არ დავაზიანოთ ჩვენი მოქალაქეები. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ჩვენი სტუმარი გახდა ჩინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე. დღის ქრონიკა ამით დასრულებულია. მე გემშვიდობებით ხვალამდე ნახვამდის.